ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე, ანუ როგორ ვებრძოლოთ ჭარბწონას. და ამ თემასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე წუთში შემოგვიერთდებიან სტუმრები, ამ ცენტრის წარმომადგენლები და მათი ერთ-ერთი პაციენტი, თუმცა მანამდე უნდა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ანო მეზურიშვილმა მოგვიმზადა. წლის წინ მოვედი აქ, ტელევიზიით გავიგე ამის შესახებ. აქამდე მიცდია 1000 დიეტა ვარჯიში, მაგრამ ყოველთვის როცა ვიკლებდი ნერვების ფასად, ისე ვიმატებდი. რაც აქ მოვედი ვჭამ ყველაფერს აბსოლუტურად. მით უმეტეს დამეხმარნენ ფსიქოლოგიურადაც. ვიყავი 70 კილო, დღეს ვარ 57. დაკლების პერიოდში არ მივარჯიშია. მხოლოდ კვება არ არის საკმარისი, აქ უნდა მოვიდნენ, რათა ფსიქოლოგიური დახმარებაც მიიღონ. მოდი განვიხილოთ, მადა თუ გქონიათ, მაგათად გუშინდელი დღის განმავლობაში, მომენტი, როდესაც ახალი მიღებული ქონდათ საკვები და მივხვდით, რომ ის იყო მადა, არა ნამდვილი ფიზიოლოგიური შიმშილი, არამედ მადა. ფსიქოთერაპიული დახმარება ბორმენტალის მეთოდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც პაციენტებს მადის კონტროლს და მიღებული შედეგის შენარჩუნებას ასწავლის. 3 თვის წინ ნათიამ ბორმენტალს გასახდომად მიაკითხა. შოპინგის მოყვარულს ყველაზე მეტად ის აწუხებდა, რომ სურველი ტანისამოსი ზომაში არ ერგებოდა. ამიტომ მეგობრების რჩევით ბორმენტალის მეთოდის საკუთარ თავზე გამოცდა დაიწყო. სანამ აქ მოვიდოდი, ვიყავი 103 კილო და 400 გრამი და დღეს ვარ მე 88 კილო. ერთ-ერთი ჩემი გადაწყვეტის მიზეზი ის არის, რომ მინდოდა რომ სხვისთვის ყოფილიყავი, სამაგალითო მყავს მეგობრებშიც პუტკუნები, ბორმენტალის მეშვეობით მივხვდი და გავიაზრე თურმე რა ყოფილა ჯამრთელად კლება წონაში და რა ყოფილა არაჯამრთელად კლება წონაში. 6 თვის წინ მეგობრების და კოლეგების რჩევით ბორმენტალში მსახიობი ნატუკა გულისაშვილიც მივიდა და ამ ხნის განმავლობაში 14 კილო დაიკლო. აქამდე სხვადასხვა სახის დიეტით წონის შემცირება მასაც არაერთხელ უცდია. დიეტის წინ ყოველთვის ემშვიდობები რაღაცა შეიძლება საყვარელ გემრიელ კერს. აქ არაფერს არ ემშვიდობები, აქ შეიძლება მიირთვა აბსოლუტურად ყველაფერი და ზუსტად ხვდები მე უკვე ანაწილებ ამ ცხოვრებაში შენ რატო მიირთმევ, შემართლა გშია თუ არა, რა პრობლემა გაქვს და მინდა გითხრათ რომ იმდენად შინაგანად იცვლები ადამიანი რომ ვერც კი წარმოგედგინა რაღაცა პრობლემები მარტივად შემდეგ უკვე წყვეთა პრობლემებს ისე როგორც საჭიროა. ჭარბი წონა საერთოდ არის არა მხოლოდ ფიზიოლოგიური ზოგადად პრობლემა, ხო, არის ბიოფსიქოსოციალური, სამივე თემას მოიცავს. შესაბამისად, როცა ხდება ხოლმე მხოლოდ დიეტის დახმარებით რაღაცა კონკრეტული ფორთული, მაგალითად ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ბრძოლა წონასთან, ხო, ეს არის მხოლოდ ფიზიოლოგიაზე მიმართული, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანს რჩება უცვლელი. ბორმენტალში მისული ყველა პაციენტი პროფესიონალთან პირველად უფასო კონსულტაციას გადის. ეს ჭარბი წონის მიზეზების და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენადაა საჭირო. შემდეგ უკვე თითოეულ მათგანს მეთოდის ეფექტურობისთვის ინდივიდუალური პროგრამა ენიშნება. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად ქალბატონი თამთა ჭურაძე, ბორმენტალის მმართველი, ფსიქოთერაპევტი, ქალბატონი ინგა სიჭინავა, ბორმენტალის ფსიქოლოგი და ქალბატონი თათალიჩელი პიანისტი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ჩემდა გასაკვირად ამ ცენტრის პაციენტი ყოფილა. პირველ რიგში დილამშვიდობის მობრძანებისთვის ძალიან დიდი მადლობა, რაც ყველაზე საინტერესოა ჩემთვის ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია და ძალიან ხშირად მიმართავს სხვადასხვა დიეტებისთვის. თუმცა ყველაზე საინტერესო არის ის თუ როგორ ხდება დაკლება აკრძალვების გარეშე, როგორ შეიძლება მივირთვა ყველაფერი და მაინც გახდე. ეს ალბათ არის ის კითხვა, რომელიც მეც და ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და ქალბატონო ინგა პირველ რიგში გვაინტერესებს თქვენ რომ გკითხოთ ამის შესახებ. ქალბატონო თამთა. კი ბატონო, გეტყვით იმას, რომ მთავარი პრინციპი იმის რომ ადამიანმა დაიკლოს წონაში იმის ფონზე რომ მიირთვას ყველაფერი არის ის, რომ ისწავლოს როგორ მოусმინოს საკუთარ ხელს. დამეთანხმება კიდეც ალბათ თათა რომ როცა შეა ადამიანს უნდა იკვებოს მაშინ. უბრალოდ მთავარი პრობლემა რეალურად არის ის რომ ადამიანები იმის გამო რომ წლების განმავლობაში იკვებებიან არასწორად შიმშილის სიგნალი ესე რომ ვთქვათ დავიწყებული აქვს არ ახსენებთ შიმშილი თავს.
და ანუ ამ ყველაფერს გახსენებაში ეხმარებით თქვენ? კი ბატონო, ვეხმარებით გახსენებაში, ფსიქოლოგიური კუთხითაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეცვალოს მან დამოკიდებულება პირველ რიგში საკვების მიმართ, მოიხსნას შიში საკვების მიმართ, პირიქით, ანუ საკვებთან ესე რომ ვთქვათ იმეგობროს. ყოველთვის თუ კი ის წასულია სადმე და იცის რომ ვერ შეჭამს რაღაც პერიოდის განმავლობაში, ან საკვების გარემოცვაში არ იქნება, თან წაიღოს საკვები ასეთ სიტუაციებში, ან ნებისმიერ ფასად, რაც არ უნდა დაუჯდეს, მიირთვას, თქვათ და დაიკმაყოფილოს შიმშილის მოთხოვნილება. გასაგებია და ძალიან საინტერესოა ასევე რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება ის კურსი, რომელსაც თქვენ უტარებთ თქვენს პაციენტებს და დაახლოებით რამდენი კილოგრამის დაკლება არის შესაძლებელი. ალბათ ეს უფრო ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს თავისი გარკვეული წონა აქვს, რამდენი კილოგრამი უნდა დაიკლოს. საერთოდ კურსი ზოგადად მოიცავს, ამაზე შენ გაისაუბრეს. კი ბატონო, კურსი მაპატიეთ. კურსი მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივი არის, ერთწლიანი გახლავთ, მაგრამ მინდა თქვა თუ როგორ უნდა იაროს ადამიანმა ჩვენს ცენტრში. თავდაპირველად იგი ესწრება 4 დღიან ტრეინინგს, შემდეგ თვეში ერთხელ მოდის საკონტროლო შეხვედრებზე და გარდა ამისა მას შეუძლია მაქსიმალურად გამოიყენოს ჩვენი ცენტრის რესურსი, ანუ თუ კი რაიმე პრობლემა შეექმნება, თუ კი მისი წონა შეჩერდება, დიეტით შეშინებული ადამიანები ხშირად არიან ხოლმე ვარდებიან ხოლმე პანიკაში. აი მაგალითად, როდესაც კლება მიდის, ვთქვათ, პირველ დღეს 700 გრამი, მეორე დღეს 200 გრამი, შემდეგ 500 გრამი, შემდეგ შეჩერდა კლება. ასე დროს ისინი პანიკაში ვარდებიან, ვინაიდან მათ აქვს საშინელი გამოცდილება, ასე ვთქვათ, დიეტისგან. და აქედან გამომდინარე, მათ შეუძლია დაგვირეკონ, მოგმართონ ცენტრში, გამოიყენონ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად, სადაც იმუშავებენ მათთან ფსიქოლოგები და ეს ხდება მთელი 1 წლის მანძილზე. კი ბატონო. გასაგებია. სანამ ის არ მივა სასურველ წონამდე და რაც შეეხება ზოგადად დაკლებას, ყოველს ინდივიდუალური ჭარბი წონა აქვს, ხო? ვიღაცას 20 კილო აქვს დასაკლები, ვიღაცას 10, ყავს პაციენტებსაც 95 კილოგრამი აქვს დაკლებული, უბრალოდ მას არ აქვს, ანუ იმის სურვილი, ვთქვათ, საჯაროდ გამოჩნდეს, ხო, ყოველს თავისი ის აქვს. დამოკიდებულება, ანუ ვისაც რამდენი აქვს დასაკლები, მუშაობთ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ტრეინინგი როგორც წინ გამთქვა, მაგრამ ინდივიდუალური მიდგომით, რა თქმა უნდა, რომ დავეხმაროთ იმდენი კილოგრამის დაკლებაში, რამდენიც მას უნდა. ალბათ ძალიან საინტერესო არის პაციენტის კუთხით დანახული. რა წარმოდგენა გქონდათ სანამ მიბრძანდებოდით ცენტრში და რა დაგხვდათ იქ? დილამშვიდობის პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან რთული დასაჯერებელი იყო ჩემთვის ნამდვილად, რომ შეიძლება ყველაფერი მიირთვა და გახდე, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად ასეა. მე ბორმენტალში დაახლოებით 3 წლის წინ მივედი და ჩვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება, ესე იგი საკმარისია ცოტა წონა შეჩერდეს, ცოტა მომიმატო, გავბივარ მაშინვე და იქ ყოველთვის ძალიან თბილად და მონდომებით მეხმარებიან. და ეხლა აი ვისაც აინტერესებს, ეხლა უკვე არ მერიდება, ნამდვილად ორსულობაში მომატებული მქონდა 40 კილო წარმოიდგინეთ და ისე ბორმენტალის მეთოდით დავიკელი, ასე რომ და ნამდვილად არ არის ესეთი აკრძალვები და არაფერი რთული, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ თუ კი აქვს სურვილი ეს აბსოლუტურად უპრობლემოდ გააკეთოს. გასაგებია, ანუ ეს არის მთავარი ალბათ უფრო ფსიქოლოგიური მიდგომა და სწორედ ამას მოიცავს მთლიანად კურსი. რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან პრობლემატურ საკითხს, გასაგებია, გახდომა ზოგი ადამიანისთვის ადვილია, ზოგისთვის შედარებით უფრო ძნელი, მაგრამ გაცილებით უფრო რთული არის შემდეგ წონის შენარჩუნება. როგორ ხდება თქვენს შემთხვევაში? საერთოდ ანუ როგორც თამახსენა, თათამ დაიკლო წონაში, მე გააჩინა, მოიმატა, მე ისევ დაიკლო თავისით უკვე წონაში. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ როგორც ველოსიპედს სწავლობ, მართვას სწავლობს ადამიანი ერთხელ ან მანქანის, ხო? ისწავლა ადამიანმა როგორ დაიკლოს წონაში. შეიძლება პატარ-პატარა დახმარებები დაჭირდეს, პატარ-პატარა კონსულტირებები, მაგრამ მან იცის როგორ დაიკლოს წონაში და მე უკვე ხდება თავისთავადი შენარჩუნება და რატომ ეხლა ამას არ გეხსნით. ან როდესაც იკლებს ადამიანი წონაში, ისე ინარჩუნებს ზოგადად როგორც იკლებს. როგორც კი ვიკლებ, შვიდი დამოკიდებულები, როგორც კი ვიკლებ კომფორტულად, ის რომ ყველაფრის ჭამა შემიძლია, არც ერთი საკვები არ მენატრება, სხეული გადადის აბსოლუტურად ჯანსაღ ნორმალურ რიტმზე. იღებს იმ რაოდენობის საკვებს, რომელიც აბსოლუტურად საკმარისია რომ დაანაყრდეს, იღებს დესერტს, ტკბილეულს, ყველა სახის პროდუქტს და ეჩვევა ორგანიზმი იმას, რომ ჭამოს გემრიელად, ნოყიერად და ისეთი რაოდენობით, რაც ჭირდება მას სრული ჯანმრთელი ფუნქციონირებისას, რომ იყოს ლამაზი, იყოს ენერგიული და იყოს მქონდეს სიმსუბუქე. სხვა დიეტებისგან განსხვავებით არ გაქვს სტრესული მდგომარეობა. ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ დიეტაზე გამომიწია და ვიცი რომ ნამდვილად ძალიან რთულია. და
აქვე ვეტყვით ჩვენს მაყურებელს თუ როგორ შეუძლიათ მათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე ბორმენტალს. ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე 251 99 97 ან 232 68 ბათუმიდან 29 38 81 და ქუთაისიდან 23 59 53. კიდევ არსებობს რამდენიმე გზა რომ დაუკავშირდეთ ბორმენტალს, როგორ ხდება? კი ბატონო, გეტყვით, ძალიან მარტივად შეუძლია პირდაპირ მობრძანდეს გურიელის 9 ნომერში, მაგრამ უმჯობესია დარეკოს, ჩაეწეროს პირველად უფასო კონსულტაციაზე, გაიაროს სპეციალისტთან გასაუბრება, რომელიც დაადგენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაადგენს იმას თუ რა არის მისი ჭარბიწონის რეალური მიზეზები, რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი მეთოდი მის კონკრეტულ შემთხვევაში და რა გარანტიების მიცემა შეგვიძლია. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს კონსულტაცია გახლავთ სრულიად უფასო და რატომ? ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ ყველა პაციენტთან ვითანამშრომლოთ. ანუ რეალურად ჩვენ გვაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც მოტივირებულნი არიან, რომელთაც უნდათ წონაში კლება, უნდათ ცხოვრების შეცვლა, დამოკიდებულებების შეცვლა, ცხოვრების სტილის შეცვლა. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბორმენტალი ეს არის ახალი ცხოვრების სტილი. გასაგებია და ალბათ თემა, რომელიც ყველას ასევე ძალიან აინტერესებს, ხელმისაწვდომობა რა ღირს ერთი კურსის გავლა. კი ბატონო. საერთოდ კურსი ხშირად არის ხოლმე რომ არ ამბობთ თქვენ ანუ ბორმენტალის ფას და ზოგს გონია რომ ძალიან დიდი თანხებია სინამდვილეში თუ რაღაც 700 ლარი ღირს სრული კურსი როგორც დაკლება ასევე შენარჩუნება გვაქვს უამრავი თქვათ კომფორტული გადახდის საშუალებები განვადების კუთხით რომელიც აბსოლუტურად უპროცენტოა და შეუძლია თქვათ ადამიანმა თუ კი ერთიანად არ აქვს თქვათ ამის გადახდის შესაძლებლობა ნაწილ-ნაწილ თქვათ დაფაროს თქვათ ესე რომ თქვათ მომსახურებების ღირებულება. გასაგებია ან ყველაზე მთავარი არის ის რომ თქვენთან მოსული პაციენტი სწავლობს როგორ დაიკლოს ზონაში და შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში ის თავად თქვენი დახმარების გარეშეც მოახერხებს თუ მოიმატა რამდენიმე კილოგრამი თავადვე დაიკლოს ეს ზონა. კი, ამაზე უფრო თათაგიბასუხებთ ალბათ. მთავარი არის ცენტრისგან იმის სწავლა თუ როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი რომ არ გადაუცდეთ იმ ზღვარს რაც დაშვებული. დიახ, მე მგონი აქ მზომიერებაშია საქმე და ეს არის პრინციპი რომელიც რომლითაც მთელი ცხოვრება უნდა იხელმძღვანელოს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონი თამთაჭურაძე ბორმენტალის ცენტრის მმართველი, ქალბატონი ინგა სიჭინავა ბორმენტალის ფსიქოლოგი და ქალბატონი თათალიჩელი პიანისტი. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ რამდენიმე წუთში სხვა თემებით დაგიბრუნდებით.